საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სეზონს ეროვნული თასის გათამაშებით გახსნის. ჩემპიონატის პირველ ეტაპს 24-25 დეკემბერს ბაკურიანი ტატრაპომის ტრასა უმასპინძლებს. პირველ ორ დღეს შეჯიბრება სპეციალურ და გიგანტურ სლალომში გაიმართება. საქართველოს თასის გათამაშება 6 ეტაპად ბაკურიანში, მესტიასა და გუდაურში ჩატარდება. შეჯიბრებაში როგორც ეროვნული ნაკრების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სათხილამურო სპორტ სკოლების მოსწავლეები მიიღებენ. 24-25 დეკემბერს იხსნება სეზონი. პირველი ეტაპი ჩატარდება ბაკურიანში და შემდეგ გეგმავთ კიდევ 5 ეტაპის ჩატარებას გუდაურში, ბაკურიანში და მესტიაში ორ ეტაპად. რაც საკმაოდ კარგ გამოცდილებას აძლევს ქართულ სპორტსმენებს იმაში, რომ მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრში, აიღონ პრაქტიკა, ფსიქოლოგიურად მოემზადონ მაგისტრის და ეს კარგად მოქმედებს მათზე. იმიტომ რომ შემდეგ საერთაშორისო ტურნირებზე მიიღების დროს ამ გამოცდილებას იძენენ და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია. იმედოვნებთ, რომ ჩემპიონატი იქნება გამჭვირვალე, ბავშვები გამოავლენ თავის საუკეთესო შესაძლებლობებს და ავაკომპლექტებთ ბავშვთა ნაკრებს, რომელიც უკვე გაემგზავრება საერთაშორისო ჩემპიონატებზე, რომელიც ტარდება იტალიაში.